დღევანდელ ვიდეოს შემდეგ შენ მიხვდები რომ ნებისმიერი ის ადამიანი რომელიც გეუბნება და გულს გიტეხს რომ იცი რა პატიოზე ნიშნობით ვერ გამდიდრდები მაშინ უნდა წახვიდეთ და რაღაცა დააშავო არის უბრალოდ ბოლო დონის დედა აფეთქებული ან უბრალოდ სულელი შენ გადაწყვეტე რომელი ამორიდან იმიტომ რომ რასაც ახლა ვაპირებ არის შენთან ერთად გავაკეთოთ ანალიზი ეკონომიკური ეპოქების და შენ ნახავ თუ როდის რა ლოგიკით სად გადაინაცვლებდა ხოლმე დოვლათის დაგროვება დოვლათის წარმოებაც ვიტყოდი და აღმოაჩენ რომ თურმე დღეს ვცხოვრობთ ეპოქაში როდესაც ფულის შოვნა არის ყველაზე მარტივი მაგრამ თუ ფულს ვერ შოვლობ არის ყველაზე რთული სანამ უფრო ღრმად შევალთ ამ საკითხებში მანამ უნდა გესმოდეს ზოგადად ეკონომიკური ნახე ფული სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა სფეროში გადაინაცვლებდა მაგალითად იყო პერიოდი როდესაც ფული იშოვებოდა უძრავქონებაში შეიძლება დღესაც იშოვება მაგრამ უცებ და ბევრი იყო პერიოდი როდესაც ფული იშოვებოდა რაღაცა გინახავს ალბათ აი კრიპტოში ვიღაცებმა ფული ამოაგდეს იყო პერიოდი როდესაც შეიძლება ადგილობრივ ბაზარზე ფული გეშოვა რაღაცა კონკრეტული სფეროთი იმიტომ რომ უცებ მოთხოვნა წამოიჭრებოდა ამ რაღაცაზე ზოგადად დოვლათი სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა სფეროში გადაინაცვლებს ეს შეიძლება იყოს დროის მოკლე პერიოდში კონცენტრირებული დიდი ინტერესი, რასაც აჟიოტაჟს ეძახით, ან ეს შეიძლება იყოს გრძელვადიან პერსპექტივაში თლად არა გამოხატული ტენდენცია, მაგრამ ადამიანები, ვინც ამ ტენდენციას აკვირდებიან, არიან ის ადამიანები, ვინც შეუძლობდნენ ყველა დროში და ყველა ეპოქაში ფულს და ეს ადამიანები საერთოდ არ არის აუცილებელი რომ ყოფილიყვნენ ბოროტები, უნამუსოები, უსინდისოები, ისევე როგორც შენ და ჩვენ ზოგადად შთაგვაგონეს და ჩაგვინერგეს. მოკლედ, თავარი გესმოდეს რომ ადამიანების შექმნიდან 1750 წლამდე ჩვენ ცხოვრობდით, იმედია ისმის, ხო? ჩვენ ცხოვრობდით აგროკულტურულ ეპოქაში. აგროკულტურული ეპოქა ნიშნავს, რომ დოვლათის მთავარი წარმომშობი წყარო იყო მიწა. მიწა უდრიდა სიმდიდრეს. რატო? იმიტომ რომ ნებისმიერი რაღაცა რაც ადამიანს ჭირდებოდა იყო ეს ან სახლი, ან თავშესაფარი, ან სახნავ-სათესი, ან საძოვრები და ამ შემდეგ ეს ყველაფერი იყო დაკავშირებული მიწასთან. ამიტომ თუ გქონდა მიწა, რაღაცები არ მოგაკლდებოდა, იმიტომ რომ დახნავდი, დათესავდი, ცხოველი გეყოლებოდა, ფრინველი გეყოლებოდა და ამ შემდეგ, მაგრამ თუ გქონდა ბევრი მიწა, შეგეძლო შენ საერთოდ აღარც გემუშავა და მიგექირავებინა ვიღაც ადამიანებისთვის, ვისაც მიწა არ ჰქონდა. გლეხებისთვის მაგალითად. გლეხები იყვნენ ადამიანები, ვისაც თავიანთი მიწა არ ჰქონდა და ცხოვრობდნენ ბატონების, თავადების და ვიღაცების მიწაზე. ვინც ფლობდა დიდი რაოდენობით მიწას, მას შეძლო საერთოდ არ ემუშავა, მაგრამ მის მიწაზე ცხოვრების, დახნის, დათესვის, გამოყენების უფლება მიეცა ვიღაცებისთვის, ვისაც მიწა არ ჰქონდა და ამაში აიღო მიღებული დოვლათის წილი. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც დოვლათს ქმნის მიწა, ესე იგი ეს ის პერიოდია, როდესაც დოვლათის წარმოება ზოგადად ძალიან ნელი პროცესი იყო. რატო? იმიტომ რომ იმისთვის რომ მიწამ დოვლათი მოქცეს, მიბმული ხარ სეზონებზე, მიბმული ხარ კლიმატზე და ბევრ ისეთ რაღაცაზე, რომელიც შენ არ გეკითხება საერთოდ ესე იყოს თუ ისე იყოს. შეიძლება უფრო მეტიც თელი გაზაფხული გაგეტარებინა ხუნათესვაში. შემდეგ მოვლაში და მოსავალი რომ უნდა აგიღო, მაშინ რაღაც ისეთი მომხდარ იყო, რომ მთელი შენი შრომა წყალში ჩაეყარა. ამიტომ ეს არის პერიოდი, როდესაც სიმდიდრე კი არის მიწაში, მაგრამ დოვლათის წარმოება არის ძალიან ნელი პროცესი. ცოტა ხანში ეს ეპოქა ჩაანაცვლა ერთი წამი, სანამ გადავალს, მაგრამ უნდა გესმოდეს, ეს ის პერიოდია, როდესაც თუ გლეხად დაიბადებოდი, გლეხად მოკვდებოდი, ვერ მოასწრებდი გამდიდრებას. რაც არ უნდა გამრჯე ყოფილიყავი, რაც არ უნდა გონიერი ყოფილიყავი, გამდიდრებას ვერ მოასწრებდი, იმიტომ რომ ერთადერთი რაღაცა რაც დოვლას იძლეოდა იყო მიწა. 50 წლის ასაკში ადამიანს რო შეხედავდი, ისე იყო დაქიშმიშებული, გეგონებოდა 200 წლის იყო. დღეს რო იძახენ, დღეს 300 წელიწად ცოცხლობდი, რა 300 წელიწად ცოცხლობდი, რა 300 წელიწად ცოცხლობდი. 20 წლის ადამიანს რო შეხედავდი, 80 წლის გეგონებოდა, იმიტომ რომ ფეხს აიდგამდა თუ არა თოხი ხელში და მიდი რატო? იმიტომ რომ უნდა გამოიმუშაო რაღაცა რითიც ვალებია დასაფარი. ვალი ახლა ნასესხები კი არა, მაგრამ ცხოვრობ და რო ცხოვრობ, ამაში იხდიდი. და უხდიდი სხვას, შენს თავსაც არ უხდიდი, სხვისთვის ცოცხლობდი. ეგ ის პერიოდია, როდესაც ერთადერთი რომ რაღაცა შენი მდგომარეობა შეგეცვალა, კიდურა შემთხვევები ყველგან არის, ახლა სადღაც ოქრო იპოვე, იმასაც არ გაგიხარებდნენ, მაგრამ ნახე, შენი მდგომარეობა რომ შეგეცვალო ვიღაცისთვის, მიწათმფლობელი უნდა გამხდარიყავი, როგორ უნდა გამხდარიყავი? უნდა წაგერთმია ვიღაცაზე.
და რანაირად წაართმევდი და ეხლა გლეხი ბატონს მიწას, როდესაც მთელი პერიოდი, რასაც გლეხი, მთელი ცხოვრება, რასაც გლეხი ანდომებს არის, უბრალოდ თავი გაიტანოს და აქედან აძლევს წილს მიწათმფლობელს, რომელიც ძლიერდება. ანუ ფანტასტიკის სფერო იყო. კი, შეიძლება რაღაცა იყო ერთ-ერთი შემთხვევაში, მაგრამ ბოლო ჯამში ფანტასტიკის სფერო იყო. ცოტა ხანში ალბათ ვიღაცა ტიპებმა შენნაირმა, ჩემნაირმა თქვა, რომ ხო არ გადაუზმო, ამ რაღაცას ცელს რო ვიქნევთ, თოხს რო ვიქნევთ. ამ რაღაცას ადამიანის შრომა რა თუნდა. ხო შეიძლება ეს რაღაცა სხვა მექანიზმმაც გააკეთოს. ანუ ნელ-ნელა შემოვიდა ინდუსტრიული დანადგარები, ინდუსტრიული ეპოქა. ეს ის ეპოქა, როდესაც უყურე 1750-დან 1950 წლამდე ჩვენ გადავედით ინდუსტრიულ ეპოქაში. სადაც მანქანა დანადგარი უდრიდა სიმდიდრეს. ნახე, იქ შეიძლება შენ ღარიბად დაბადებულიყავი, ღარიბად მოკვდებოდი, მაგრამ შეიძლება ღარიბი იყავი, მაგრამ გამოგეგონებინა, მოგეფიქრებინა რაღაცა სახის მანქანა დანადგარი, რომელიც ჩაანაცვლებდა დიდი რაოდენობით ადამიანების შრომას. აქამდე თუ ხელით ხნავდნენ, თესავდნენ, ეხლა რაღაცა დანადგარი გაივლის, დახნავს, დათესავს, ჩაყრის თესლს, რაღაცას იზამს. აქამდე თუ ხელით წერდნენ იმისთვის, რომ ტირაჟი ქონოდა რაღაცა ვიღაცის ნაწერშენ, რაც ამდა მაგარი წიგნი დაგეწერა, თუ გინდოდა რომ 5 ადამიანს თითო ეგზემპლარი ქონოდა, უნდა დამჯდარიყო ვიღაცა და 5-ჯერ გადაეწერა. ძალიან რთული იყო და ეხლა უცებ ვიღაცამ გააკეთა დანადგარი, რომელიც რო გაუშვებ 100 კაცის საქმეს აკეთებს. არც ავად ხდება, არც ციკლი აქვს, არც რაღაცა ემართება, თუ გაფუჭდება, თუ იცი შეკეთება, შეაკეთებ, გააგრძელებს მუშაობას და ასე შემდეგ. ეს ის პერიოდია, როდესაც ინდუსტრიულ დანადგარებზე, იმის გამო, რომ დიდი რაოდენობით შრომას ანაცვლებდა და დიდი რაოდენობით დროს იგებდი, გაჩნდა დიდი მოთხოვნა. აქამდე თუ ყანაში მუშაობდი და შენი მთელი მეტი გზა არ ქონდა ცხოვრებაში რაღაცა გექნა, ან აბრაგად უნდა წასულიყავიან რაღაცა, ეხლა შეგეძლო თოხის ქნევის ნაცვლად კომბაინის საჭე გეტრიალებია. კომბაინის საჭე არა მარტო გეტრიალებია, შაბათ-კვირას სახლში გაგეტარებინა. საღამოს 6 საათზე სამსახური დაგემთავრებინა. ოღონდ ერთი პირობით უნდა გწოდნოდა ამ დანადგარზე მუშაობა. შესაბამისად შეიქმნა კოლეჯები, სადაც მიხვიდოდი, ისწავლიდი, მოიტანდი სერტიფიკატს, რომ მე ვიცი ამ კომბაინზე მუშაობა. და კაი ძმო, დაჯექი კომბაინზე იმუშავე. მე უბრალოდ შეგხედავდა, რომ ძალიან კაი ტიპი ხარ. არა გვიანებ, კეთილსინდისიერი ხარ. არა ფუჩეჩებ საქმეს. ამ დანადგარის შეკეთება თუ გეცოდინება და პლუს ადამიანების მენეჯმენტი და მართვა თუ გეცოდინება, ამ რაღაც წარმოების პროცესების კიდე სხვა დეტალების რაღაცები თუ გეცოდინება, შენ შეგიძლია საერთოდ აღარც ატრიალო კომბაინი, ჩაგაბარებ 10 ადამიანს, ვინც კომბაინის საჭეს ატრიალებს. ამისთვის მე გადაგიხდი იმას, რომ წახვიდე და ახლა შენ მენეჯმენტი ისწავლო. და წახვედი და ისწავლე მენეჯმენტი. სახში რომ მოხვედი, ზურაბამ გითხრა, რომ ჩემ შულსაც უნდა ძმაო, შენ არის სამსახური, რას აკეთებ ეგეც? მე მენეჯმენტი მაქვს დამთავრებული, შენ უთხარი და ზურაბამ თავის შულს უთხრა, რომ ნუღარ იქნევ ძმაო ამ თოხს. ეგ ნახე იმას ლევანის შულს, მენეჯმენტი აქვს დამთავრებული, შენზე მეტფულს შოულობს. შაბათ-კვირას სახლშია, შენზე ნაკლებად იღლება. ხელსაც აღარ იქნევ, 10 კაცის უფროსია და მე მიაწყდა ყველა დაამთავრა მენეჯმენტი. მოკლედ, თავარი პროცესი გესმოდეს სინამდვილეში. რა პროცესები მიმდინარეობდა ეკონომიკურ არენაზე და როდის რაში გადაინაცვლებდა ფულის შოვნა. უყურე, ამის შემდეგ 1900 ნახე, ეს გავაკეთეთ. ეს არის პერიოდი, სადაც ხდება კოლეჯი, ეს არის 8 საათიანი სამუშაო, ეს არის პენსიაზე. ტიპი მოვიდა და გეტყოდა, რომ წამო ჩემთან 10 წელი რო იმუშავებ, 20 წელი რო იმუშავებ. არა მარტო მუშაობის პროცესია მოკლე და უკეთესი, ვიდრე ის რასაც აკეთებ. სახლში რო წახვალ, პენსიას დაგინიშნო საერთოდ. ეს ის პერიოდია, ეს პერიოდია, სადაც ცენზურა შემოვიდა. ანუ შენ რაც უნდა მაგარი მწერალი, მაგარი მომღერალი, მაგარი ვინც გინდა ყოფილიყავი. კაციშვილი შენზე არც ფილმს გადაიღებდა, რომს გადაიღო, არც გაუშვებდა. იმიტომ რომ ცენზურას ვერ გაივლიდა. დღეს რო არის რომ ტელეფონზე ახლა ჩემსავე დააწვევი წითელ ღილაკს და ვისაც გინდა, რასაც გინდა იმას ელაპარაკები, ეგრე არ ხდებოდა, ძმო. შეიძლება ძალიან მაგარი ტიპი ყოფილიყავი, მაგრამ ისე მოკვდებოდი, კაციშვილი ვერ გაიგებდა შენ შესახებ. ცოტა ხანში რატო გაუსვი ამას ხაზი მიხვდები. 1950-დან 1976 წლამდე საჭიროება გახდა
არსებული დოვლათის უკვე ნახე ინდუსტრიულმა დანადგარებმა დაასწრაფა დოვლათის დაგროვება. თუ მანამდე მაგალითად ადამიანები ქმნიდნენ დოვლათს, რომ დღეს ყოფნოდათ, მაქსიმუმ 1 წლის მერე აი მომავალ ზამთარში რომ რაღაცა მომხდარიყო, დანაზოგი ჰქონოდათ და ამ შემდეგ ინდუსტრიულმა დანადგარებმა იმდენი დოვლათის შექმნა, რომ საჭიროება გახდა უკვე დისტრიბუციის, მიწოდების, დასაწყობების. ეს არის პერიოდი, როდესაც ეს არის ინდუსტრიული ეპოქა უკვე, სადაც თუ ფლობდი ან მოლს, ან სადისტრიბუციო არხებს, ან სასაწყობე ფართებს, სასაწყობე მეურნეობებს, ქსელური ბიზნესის წარმოშობაც მაგ ეპოქიდან იწყება, იმიტომ რომ სამყაროში აღმოჩნდა იმაზე მეტი პროდუქტი, ვიდრე საჭიროება არის და უკვე საჭირო გახდა ამის სწრაფად მიწოდება, დასაწყობება, ადამიანების მოზიდვა, ვინც ამას სწრაფ რეალიზებას მოახდენდნენ. თუ აკვირდებით, ნახე. თუ აკვირდები, თითოეული პერიოდი მომდევნო პერიოდს უყრის საფუძველს. წარმატება გაუმჯობეს და მაგრამ ეხლა ეს ნაწარმი სადღაც უნდა წავიღოთ, ამას საჭირო გახდა მიწოდება, დასაწყობება, სწრაფი რეალიზება და ამ შემდეგ და მიწოდება, დასაწყობება, სწრაფმა რეალიზებამ საჭიროება გახდა ერთია რომ კი მივაწოდე, მაგრამ ხომ და ვიცოდე სად რა მივაწოდე, სად რა დევს, სად რა გაიყიდა. 1978-დან 1994 წლამდე გადავინაცვლეთ ტექნოლოგიურ 1974 წლამდე დადგა ტექნოლოგიური ეპოქა. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები, რომელსაც არც მიწა ჰქონდა შეიძლება, არც ინდუსტრიული დანადგარი ჰქონდა, არც სადისტრიბუციო არხები ჰქონდა, არც სასაწყობი, არც მოლი, არც ჩმოლი, ერთადერთი შეეძლო ისეთი ტექნოლოგიის შექმნა, რომელიც შესაძლებელს გახდიდა ციფრული ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, შენახვა, გამოყენებას. ნახე, ვიღაცა ადამიანები შეიძლება გენახა ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც რაღაცას აკეთებდა და მე აღმოგეჩინა, რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც შექმნა პერსონალური კომპიუტერი ან რაღაცა ციფრული მოწყობილობა და რომელმაც იმაზე მეტი ფული იშოვა, ვიდრე რომელიმე მეფეს შეიძლება ჰქონია დედამიწაზე. და ამისთვის არც არავინ მოუკლავს, არც არავინ დაუხვია, არც არავინ დაუპყრია, არც არავინ აუწიოკებია, უბრალოდ გააკეთა რაღაცა ტექნოლოგიური მოწყობილობა, როგორც არის პერსონალური კომპიუტერი. თავარი არის გესმოდეს რა პერიოდში ვცხოვრობთ, საიდან სად ინაცვლებს დოვლათის წარმოება, დოვლათის დაგროვება და რა ჭირდება ადამიანს იმის, რას უნდა აკვირდებოდეს ადამიანი იმისთვის, რომ მიხვდეს, როდის სად უნდა დაელოდოს ფულს. თუ დღეს ფულს ვერ შოულობ, ეს იქნება ყველაზე რთული პერიოდი შენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ დღეს ყველაზე მარტივია ფულის შოვნა. ჩვენ აღარ ვცხოვრობთ იმ ეპოქაში, სადაც ადამიანები რომ ამბობდნენ, რომ იცი რა პატიოსანი შრომით ფულს ვერ იშოვი, ეგ ძველ ეპოქაში იყო. ეგ ძველ პერიოდში იყო, როდესაც ფულის შოვნა იმდენად ნელი პერიოდი იყო, რომ მაშინ პატიოსანი შრომით ვერ იშოვი, ვიღაცას უნდა დაცემოდ წაგერთმია. და ეხლა აღარ არის საჭიროება, იმიტომ რომ დასწრაფებულია მოვლენები ისე, რომ თუ გონება გიჭრის, შეძლებ ძალიან მოკლე პერიოდში ნორმალური ფულის გამომუშავებას. ნორმალურში შეიძლება გულისხმობდე რამდენიმე ასეულობით 1000 წელიწადში, შეიძლება გულისხმობდე რამდენიმე მილიონს და შეიძლება გულისხმობდე რამდენიმე მილიარდს, ღმერთმა ხელი მოგიმართოს, მაგრამ როცა ხედავ ადამიანებს, ვინც დღეს მილიარდებს შოულობენ, უბრალოდ გონებაში გქონდეს, რომ ეს ადამიანები არ არიან ვიღაც ბოროტები და უნამუსოები და ამ შემდეგ, ნახე რატომ მნიშვნელოვანი. თუ შენს გონებაში იარსებებს მხოლოდ ორი ფილტრი, რომ პატიოსანი შრომით ვერ გამდიდრდები, ვინც ფულს შოულობს ყველა უნამუსოა, შენი მთელი ცხოვრება მოგიწევს პატიოსნად შრომა სიღატაკეში, ან მოგიწევს გამდიდრებისთვის კრიმინალზე წასვლა, იმიტომ რომ სხვა ფილტრი გონებაში არ გექნება. იმიტომ რომ აქამდე არავის უთქვამ შენთვის, რომ არსებობს კიდე მესამე ვარიანტი, შეგიძლია იყოს პატიოსანი წესიერი, ოღონდ იცოდე, როდის სად ინაცვლებს დოვლათის წარმოება, როდის რაზე შეიძლება გახდეს რაზე გაიზარდოს მოთხოვნა, რატო? იმიტომ რომ ამ პერიოდში ჩაუსაფრთ მარტივს გეტყვი, ნახე. ადრე თუ გვიან, როდესაც გაბაზრდება ხოლმე სადიშოვება ფული და ყველა იმ სფეროს წაესევა, იქ ფული აღარ არის. პანდემიამდე, როდესაც ჩინეთში დავამუღამე, რომ ყველაფერი რაც ჩვენთან ახალ შემოსულია, ჩინეთში არის 5 ან 10 წლის წინანდელი რაღაცა. ეს შეიძლება ელემენტარულ სათამაშოდან დაწყებული ინდუსტრიული დანადგარის ჩათვლით რო დაკვირვება, რომ პროსტო დაკვირვებოდი, აღმოაჩენდი, რომ იქ რაც 5 და 10 წელი არსებობს, ჩვენთან ეხლა შემოდის ან ახალ შემოსულია.
ეს ხალხი მეთქი ამ პირბადეებით რატო დადის? შავი პირბადეებით მრავალჯერადი და ჩვენთან ცნებაც არ იყო მრავალჯერადი პირბადის. და რამდენი ხანია დადიხართ მეთქი და ზოგადად აზიურ ქვეყნებშიო პირბადითო სიარული არავის უკვირსო, მაგრამ მასიურადო დავდივართო 1-2 წელია. ხვალგადო მეთქი ბიჭო, ყველაფერი რაც აქ 5 წელია დანერგილია, ჩვენთან ვაწით შემოდის. აქ თუ 2 წელია პირბადით დადის. მე დავაკვირდი მეტროებში, დავაკვირდი ტრანსპორტში, ქალაქში, ქუჩაში, ხალხი დადის უბრალოდ პირბადებით კი არა. Gucci-ის, Dior-ის, Chanel-ის, Adidas-ის და რაღაცა პირბადეებით და მეთქი ბიჭო, ესე იგი, ეს ამხელა ბრენდები, გიჟები ხო არ არიან, რომ რაღაცები გააკეთონ, იმიტომ რომ 3 თვეში გაქრეს ბაზრი. ესე იგი, ძალიან გრძელვადიანი გეგმები აქვთ ამ პროდუქტის წარმოების და რო წამოვედით ჩინეთიდან, წამოვიღე მრავალჯერად პირბადეები და მაშინ ყველამ დამცინა, ვის რა ჯანდაბად უნდა. ზუსტად 2 წელიწადში საქართველოს ბაზარზე ვიყავი ერთადერთი ადამიანი, ვისაც ჰქონდა მრავალჯერადი და არამრავალჯერადი და ყველანაირი პირბადე ქვეყნის მასშტაბით. ვერ იხსნებოდა ვერც ერთი მსხვილი კომპანია თუ ჩემგან პირბადეს არ წაიღებდა. როცა ადამიანებმა დაინახეს, რომ ამ სფეროში ქართულ ბაზარზე მაგარი ფული კეთდებოდა, ყველამ დაიწყო იგივეს კეთება. და როცა ყველამ დაიწყო იგივეს კეთება, იქ ფული აღარ კეთდებოდა. რატო? იმიტომ რომ ზოგადად ეგრეა, როდესაც მასიურად ტაქსის მძღოლიდან გაზის ინკასატორის ჩათვლით ყველას ყურამდე იქნება მისული რაღაცა, რომ მოდი ეს გავაკეთოთ, ამაში ფული კეთდება, იქ ფული აღარ არის. მივხვდი ხო? გავაგრძელებთ. 2008-დან 2021 წლებში ტენდენცია შეიქმნა სტრატეგიული პარტნიორობის. შენ შეიძლება გქონოდა ძალიან დიდი აუდიტორია, შენ შეიძლება გქონოდა რაღაცა პროდუქტი და უნდა გეფიქრა გასაღების ბაზარი და აუდიტორია როგორ უზრუნველყო, ან უბრალოდ დაპარტნიორებულიყავი ვიღაცა ადამიანს, ვისაც 300,000, 500,000, 3 მილიონი, 4 მილიონი გამომწერიან რაღაცა ყავდა ან YouTube-ზე, ან Facebook-ზე, ან სადღაც, ან Instagram-ზე, ან ამ შემდეგ. მილიარდიანმა კომპანიებმა დაიწყეს თანამშრომლობა ისეთ პარტნიორებთან, რომლებიც უბრალოდ ვიღაცა რიგით ადამიანებთან, იმისთვის რომ მათ თავიანთი პროდუქტი ცნობილი და ხელმისაწვდომი გაეხადათ ვიღაცა რიგითი ადამიანის აუდიტორიისთვის. ეს არის პერიოდი, როდესაც შენ თუ ყავდა დიდი აუდიტორია, შეგეძლო გეთქვა ვიღაცა ადამიანისთვის, რომ მე დავდებ ჩემს თაროზე შენს პროდუქტს, შენს სერვისს და გაყიდულიდან ავიღებ პროცენტს. ერთი წამი ბიჭო. წარმოიდგინე, რაში შეიძლებოდა ფული გაგეკეთებინა, არა თოხის ქნევაში და ფული გაგეკეთებინა, უბრალოდ ფული გაგეკეთებინა კი არა. მილიონები გეშოვა, არა თოხის ქნევაში მთელი ცხოვრება. უბრალოდ ვიდეო გადაგეღო ხოლმე და YouTube-ზე გეთქვა რაღაცა საინტერესო კონტენტი გქონოდა, Facebook-ზე რაღაც საინტერესო კონტენტი გქონოდა და იმისთვის რომ აუდიტორია ყავდა, ამაში გადაგიხდიდნენ ადამიანები ფულს. კიდევ ვერ ხვდები ძმაო, რა პერიოდში ვცხოვრობთ. საერთოდ არავინ არ გთხოვს, რომ რომელიმე ის პლატფორმა შექმნა, სადაც აუდიტორია შეიძლება შემოიკრიბო. არავინ არ გთხოვს ამას. უბრალოდ შენ გააკეთე რაღაცა რითიც, რასაც ატვირთავ, იქ როგორ იმუშავებს YouTube, Facebook, Instagram, ამას არავინ არ გთხოვს, უბრალოდ გააკეთე რაღაცა, წითელღილაკს დააჭირე, ადამიანებს უთხარი რას აკეთებ, როგორ აკეთებ, იმისთვის რომ ყურადღებას როცა მოგაქცევენ, ან შენი პროდუქტი გექნება, ან ვიღაცას ექნება პროდუქტი იმისთვის რომ შენს აუდიტორიას შესთავაზოს მეტი უკეთესი პერიოდი იმისთვის რომ ფული იშოვო, რა გინდა, ანუ მეტი რაღა უნდა მოხდეს, ვინმე უნდა მოვიდეს, ჩაგიკუჭოს ჯიბეში თუ რა უნდა მოხდეს. ინდუსტრიულ პერიოდში რაც უნდა მაგარი მწერალი ყოფილიყავი, თუ დანადგარის მეპატრონე არ მოგცემდა უფლებას რომ მის დანადგარზე შენი სიმღერა, რავი, შენი ვიდეო, შენი ცეკვა გადაგეღვან, დაგეწერან, დაგებეჭდა, დედამიწაზე ვერავინ ვერ გაიგებდა შენს არსებობას. რომც გადაგეღო გექნა, არავინ არ გაუშვებდა თუ ცენზურას არ გაივლიდა. დღეს უბრალოდ შეგიძლიათ დააჭირო წითელ ღილაკს ხელი 5 ლარით ჩაირთო ულიმიტო ინტერნეტი არ ვიცი რა ღირს და დედამიწას უთხრა შენ შესახებ უფრო მარტივი გამდიდრების პერიოდი აღარასოდეს იარსებებს. გეტყვი რატო აღარასოდეს იარსებებს. მივიდეთ მაგამდეც. 2021-დან 2023 წელი სავარაუდოდ
არის წელი, როდესაც ინტეგრირებული ინტელექტი, არ ვამბობ ხელოვნურ ინტელექტზე, ინტეგრირებულ ინტელექტზე იქნება იმაზე მეტი მოთხოვნა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. რას ნიშნავს ინტეგრირებული ინტელექტი? არა ხელოვნურ ინტელექტზე. ხელოვნური ინტელექტი ადამიანის გარეშე ვერ იარსებებს. ბევრს გონია, რომ ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს ადამიანებს. ხელოვნური ინტელექტი არა, მაგრამ ადამიანი, რომელმაც იცის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, ჩაანაცვლებს ადამიანებს, ვინც არ იცის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება. ისევე როგორც ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ ბენზოხერხით ტყის შეხვა თუ რა, კაფვა, ჩაანაცვლებდნენ ადამიანებს, ალბათ ვინც მხოლოდ პირდაპირით ხერხავდა. ბენზოხერხმა კი არ ჩაანაცვლა ადამიანი, ბენზოხერხიანმა ადამიანმა ჩაანაცვლა არა ბენზოხერხიანი ადამიანი. ხელოვნური ინტელექტის გამომყენებელი ადამიანი ჩაანაცვლებს ადამიანს, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენება არ იცის. და ადამიანები, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს გახდიან მეტად ხელმისაწვდომს, პირადად ჩემთვის და ამავდროულად იშოვიან კიდევ უფრო დიდ ფულს, ვიდრე ვინმეს უშოვია აქამდე. ერთ საინტერესო რაღაცას მინდა დააკვირდე. რატო ვახსენეთ არაერთხელ, რომ ყველაზე მარტივია დღეს ფულის შოვნა, მაგრამ თუ ვერ იშოვი, ყველაზე ძიმეთ იგრძნობ ამას. მიზეზი არის, ამის თქმის მიზეზი არის ის, რომ უყურე. დააკვირდი, რამდენი წელი დაჭირდა ამ ეპოქის ჩანაცვლებას ინდუსტრიული ეპოქით. 1750 წელი ქრისტეს შობიდან რო დათვალო და მანამდე კიდე კაცმა არ იცის რამდენი ხანი არსებობდა სამყარო. 1750 წლიდან 1950 წლამდე 200 წელი დაჭირდა, რომ ნახე, ამას რამდენი ხანი დაჭირდა, რომ შეცვლილიყო. უკვე ეს 200 წელიწადში შეიცვალა. ეს რამდენი წელიწადში შეიცვალა? 26 წელიწადში შეიცვალა. თუ დააკვირდები, ყოველი მომდევნო ეპოქა წინა ეპოქას, ეკონომიკურ ეპოქას გაცილებით მალე ანაცვლებს, ვიდრე მთელი წინა პერიოდი ანაცვლებდა. რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს არის დრო, როდესაც უნდა იყო იმდენად სწრაფი, იმდენად მომზადებული იმისთვის, რომ დაეწიო ამ პერიოდს და მომზადებული დახვდე ყოველ მომდევნო პერიოდს, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად იცვლება. თავარია გესმოდეს, რომ ამ სამყაროში ყველაზე ღირებული რაღაცა, რაც შეიძლება არსებობდეს ამ სამყაროში, ხარ პირადად შენ. იმ შემთხვევაში თუ კი იცი, როგორ გახდე ბევრად უფრო ღირებული ყოველდღიურად. უყურე, დღეს თუ ადამიანი ამბობ, რომ იცი რა, მე არ ვიცი კომპიუტერის გამოყენება, მე არ ვიცი იმის გამოყენება, ეგ საერთოდ არ არის პრობლემა. პრობლემა არის, როდესაც ერთ თვეში მოხვალ ისევე და იტყვი, რომ მე კიდე არ ვიცი ინტერნეტის გამოყენება, მე კიდე არ ვიცი ტექნოლოგიის გამოყენება, მე კიდე არ ვიცი იმის გამოყენება, მე კიდე არ ვიცი ამის გამოყენება, იმიტომ რომ პრობლემა იყო ერთი თვის წინ. და ეხლა შენი იდენტობის ნაწილი გახდა ის, რომ მე ეს არ ვიცი. დღეს ვცხოვრობთ საოცარ ეპოქაში, საოცარ პერიოდში. ნებისმიერ ადამიანს, ვინც გინდა, როგორადაც გინდა დაიბადე, შეგიძლია გახდე ვინც გინდა. თუ კი ხდები ყოველდღიურად უფრო მეტი, თუ კი ყოველდღიურად ითხოვ უფრო მეტს, ყოველდღიურად აკეთებ უფრო მეტს და ერთ დღეს როცა გექნება ბევრად მეტი, აღარ უნდა გაგიკვირდეს, იმიტომ. მიხთ ხომ? ასე რომ თუ დღეს ვინმე გეუბნება, რომ ფულის შოვნა პატიოსან და წესიერი შრომით არის შეუძლებელი, არის უბრალოდ ბოლო დონის დედა აფეთქებული, ან უბრალოდ სულელი. შევხვდებით შემდეგ ვიდეოს.